1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წელს ჟენევაში გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე დაწესდა, ხოლო ოფიციალურად, როგორც დღესასწაული, 1959 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაამტკიცა. მისი აღნიშვნა 1950 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. დღეს ჩვენი ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ბავშვობაზე გიამბობთ. იმ ადამიანისა, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა ბავშვობა წაართვა. ბრთამოტეხილი ჩიტივით მარტო დარჩენილი, ვინ იცის, როგორ გაუმკლავდა ცხოვრების სირთულეებს. 1937 წელს, როდესაც ნოდარი სულ რაღაც 8-10 წლის იყო, მის ოჯახს საბჭოთა რეპრესიები შეეხო. მამამისი ვლადიმერ დუმბაძე დახვრიტეს, ხოლო დედა ანა ბახტაძე გადაასახლეს. პატარა ნოდარი ერთ დღეში ხალხის მტრის შვილად იქცა და მშობლების გარეშე დარჩა. მშობლების დაკარგვის შემდეგ ბიჭუნა დეიდებმა და ბიძამ ჯერ აფხაზეთში, სოხუმში წაიყვანეს, სადაც მან დაახლოებით 3 წელი გაატარა. აფხაზეთში სანაპიროზე გაზრდილმა ბიჭმა ბევრი რამე იყო ადამიანური რესურსის სახით. აქ შეეჯახა იგი პირველად ქუჩასა და ნამდვილი მეგობრობის ძლიერ გრძნობასაც, რომელიც საბოლოოდ დაუნდობელი ზღვის ტალღებს შეეწირა. თუმცა ისწავლა თავის დაცვა, ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული. მოგვიანებით ნოდარი საცხოვრებლად გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანსა და ხიდისთავში გადავიდა ბებიასა და ბაბუასთან. ქალაქელმა ბიჭმა სოფელში 5 წელი იცხოვრა. მიუხედავად იმდროინდელი უკიდურესი გაჭირვებისა, გურულებისგან იმდენი სიკეთე და სითბო მიიღო, რომ თავად მწერალმა შემდეგში თქვა: მთელი დუნიის წინაშე ვარ ვალში. გაჭირვებული ბავშვი გაბოროტებული უნდა გამოსულიყავი, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს. წერს ეთქან ნოდარ დუმბაძე. ცხადზე ცხადია, როგორი ტკივილით მოდიოდა ეს ბუმბერასი მწერალი ბავშვობიდან, მაგრამ არასოდეს ვინმეზე არ გაბრაზებულა, აუგი არ უქონს. სიყვარულს ასხივებდა და მთელი ცხოვრება დიდ, გულღია, ალალ ბავშვად რჩებოდა. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი მებებია ილიკო და ილარიანი. მე ვხედავ მზეს, ცალკეული მოთხრობები, სისხლი, ჰელადოს, ძაღლი, საკუთარი ბავშვობის ამოძახილი და ანარეკლი. დუმბაძის სამყაროში ბევრი ბავშვია. აქ გვხვდება უსინათლო ხატია და მისი მერხის მეგობარი სოსოია, ზორიკო ვაშალომიძე და მერი, უპატრონო დარჩენილი ბიჭი ნოდარი, რომელსაც ბებია ვერ უმკლავდება და ბაბუა მოუძებნეს სულის გასაღებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთი სისხლისანი არიან. ბავშვობიდან უკვე გამოსული ჭაბუკი, გადასახლებიდან ჩამოსულ დედას რომ უცხოსავით ხვდება, სვერენგებიანი ბერძენი ბიჭი იანგული და თბილისელი მევიოლინე ჯემალა და კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელთა სახეში თავად ავტორი აერთიანებს საკუთარ წარსულსა და ტკივილიან მონატრებას. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟები თბილისში ბავშვთა პატარა ქალაქი, მზიური აშეთა, სადაც ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად სიებნობენ და ლაპარაკ ატარებდნენ დროს. ბავშვებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. მას ბევრი საბავშვო ლექსი აქვს, რომლებიც ყველამზე პირად ვიცოდით მცირე ასაკიდან. ისე ეშინოდა სიბერის, რომ სიამოვნებით მოჰკურსხავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ საუბედუროდ ბავშვობა არ ჰქონდა და რაც მთავარია ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა. კაც ბავშვობა თუ არ ჰქონია, ის მთელი სიცოცხლე დაეძებს მას და ვერასდროს პოულობს. ადამიანები უნდა გაუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ბავშვობას უკავშირდება, სათუდად მოვეპყრეთ, რათა დავრჩეთ ჭეშმარიტ ადამიანები.